23 წლის მარიამ ჯაფარიძე პროფესიით პოლიტიკის ანალიტიკოსია და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით ფრილანსერად მუშაობს. სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში ამეცადინებს, ევროპაში სწავლის მაძიებელ ახალგაზრდებს კი გაცვლით პროგრამებზე ინფორმაციის შეგროვებასა და დოკუმენტების მომზადებაში ეხმარება. მარიამი ერასმუსით ტალინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ტარტუს უნივერსიტეტში ბაკალავრზე სწავლობდა. მაგისტრის ხარისხი პოლონეთში მიიღო. შიშობს, რომ შესაძლოა საქართველოდან ერასმუსის სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ნაკადის მონაწილე აღმოჩნდეს. ჩვენ შეგვიძლია ეს ამბავი მივუჩნიოთ, როგორც ქართული ოცნების პოლიტიკის პირდაპირ გამოძახილი ქართულ ახალგაზრდებს მომავალში ფაქტობრივად შესაძლებლობას უკლავენ იმისა, რომ ევროკავშირში განათლება მიიღონ. პირადად ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდი შესაძლებლობა მომცა ყველაფერმა და გამიხსნა ჰორიზონტები. და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამბავი ქართველი საზოგადოებისათვის და ქართველი ახალგაზრდობისათვის, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ სულ მალე ამ ერასმუს პლუს პროგრამებით სარგებლობას. ივანიშვილის მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა იმ პროფესიულ თუ სასწავლო პროექტებს ემშვიდობება, რომლებშიც სახელმწიფო უწყებები და მათთან დაკავშირებული სტრუქტურები, განათლების სამინისტრო, სახელმწიფო ფონდები, სამინისტროს სიპები და აიპები მონაწილეობდნენ. ერასმუსის გაახლებული გზამკვლევის მიხედვით ჩერდება პროგრამები, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის სამეცნიერო ლაბორატორიებისა თუ თანამედროვე ბიბლიოთეკების მოწყობას, პროფესორებისა და განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის საზღვარგარეთ კვლევებს, ფორუმებს, კონფერენციებს წლების განმავლობაში 100,000-ობით ლარით აფინანსებდნენ. ივანიშვილის მმართველობის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კრიტიკული დასკვნების საფუძველზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების საპასუხოდ ყველაზე პრესტიჟული ევროპული პროექტი ერასმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამა საქართველოდან გადის. ეს ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესება, სწავლების ხარისხის ამაღლება, იქნება ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება თუ ნებისმიერი მიმართულებით, ანუ რეალურად რეფორმის საშუალებას ვკარგავთ, იმიტომ რომ აღარ გვექნება არა მარტო თანხა, ევროპული თანხა, არამედ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების შესაძლებლობა დასავლური უნივერსიტეტებიდან. იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ერასმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის სიკეთეებით ვეღარ ისარგებლებენ, საქართველო ბელარუსის გვერდით დგას, რომელსაც ევროკავშირი ამ შესაძლებლობას უკრაინაში პუტინის ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობისთვის ართმევს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ განათლების სისტემაში ევროკავშირის შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება გარდაუვალია. მომდევნო ეტაპი კი უკვე სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეჩერება იქნება. კარგად უნდა გაიაზროს თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტებს, ეს ეხება სახელმწიფოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვექნება ბევრად უფრო უკეთესი ხარისხიანი რეფორმების გაკეთების შესაძლებლობა. ვეძებდით ამ გზამკვლევში ჩანაწერს, რომ ნამდვილად ჩვენ სტუდენტები 26 წელს იქნებიან დაცულები და ისინი შეძლებენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, თუმცა თუ ამ კურსს ქვეყანა გააგრძელებს, ნამდვილად ეს რისკი დადგება. საქართველოში ერასმუსის ოფისი ინსტიტუციური განვითარების პროექტის შეჩერებას მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც საზოგადოებაში ამ სიახლეს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ერასმუსის წარმომადგენლობამ განმარტება იმ პროექტებზე გააკეთა, რომლებიც ჩვეულებრივ გრძელდება. გაჩერებულ პროგრამებზე არაფერი უთქვამს. ერასმუსის ოფისის კოორდინატორი მთავრობის მხარდაჭერით ინიშნება. ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას ერასმუს პლუსის მობილობისა და თანამშრომლობის აქტივობებში. ერასმუს პლუსის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად. შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიურ და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან. ნებისმიერი ევროკავშირის პროგრამის შემთხვევაში წესები და შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. საგანმანათლებლო პროექტის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ ოცნების ანტიდასავლური პროპაგანდისტული გზავნილები დღეს თენგიზ შარმანაშვილმა გაახმოვანა. ივანიშვილის დეპუტატი ირწმუნება, რომ საქართველოს ახლა ჯიბში ერასმუსი ჩაუდგა. თუ თქვენ თვლით, რომ მე ევროპის საწინააღმდეგო ნაბიჯები ვგავთ, თქვენ უნდა პირიქით პროევროპული ნაბიჯები გადადგათ. რა ევროპის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში მეხმარებით? ულოგიკობა, იცი რატომ არის ულოგიკობა? იმიტომ რომ შანტაჟიც ნაწილია და სადაც შანტაჟია, იქ ლოგიკას ნუ ეწევს. ბოლო
8 წლეულების განმავლობაში Erasmus Plus-ის პროგრამის მეშვეობით 13,000 მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპის საუკეთესო ქვეყნებში. Erasmus-ის პროგრამებით მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც სარგებლობენ.